ყველას გულითადად გილოცავთ სულთმოფენობის, ძველ ქართულად მარტვილის, ანუ დამოწმების ბრწყინვალე დღესასწაულს. გილოცავთ ეკლესიის, ქრისტეს სხეულის დაბადების დღეს, რომლის წევრებიც ჩვენ ყველანი ვართ. ჩვენი ყველათაგანის სულიერი განახლების და მაშასადამე სულიერი დაბადების დღე არის დღეს. ეკლესიის განახლებასთან ერთად ჩვენი გულები ნახლდება დღევანდელი დღესასწაულით და ყოვლადწმინდა სულიწმინდის მადლით. მინდა დღევანდელ დღეს უბრალოდ ჩვენი როგორც ეკლესიის წევრების მდგომარეობა, პასუხისგებლობა, რომელიც ჩვენ ამ დღესასწაულზე და ზოგადად გვაკისრია, მაგაზე მცირეოდენი ვისაუბროთ. ჩვენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ გარეთ ვიყავით, ცხოვრობდით ისე, როგორადაც სამყარო ცხოვრობს და იბრძვის გადარჩენისთვის, იბრძვის კეთილდღეობისთვის. ხშირ შემთხვევაში ეს ბრძოლის მეთოდი არის, რომ სხვის უბედურებაზე შეუძლია ადამიანმა საკუთარი ბედნიერება ააგოს. არ ვიცი, ომობენ, ჩხუბობენ, მაგრამ იქამდე აკეთებს ადამიანი ამას ზოგადად, სანამ მადლი არ შეეხება ადამიანის გულს. გუშინ მცირეოდენი გითხარი და დღეს ფართო ჩვენი სამრევლოსთვის ვიტყვი და კიდე სხვებისთვის. გახსოვდეთ ერთი რამ, რომ თვალი სინათლის გარეშე ვერ არსებობს. თვალს ჭირდება სინათლე, ეს არ არის მისი მიზანი, მისაღწევი. თვალმა რო იფუნქციონიროს, მას სინათლე ჭირდება. ფილტვებს ჭირდება აუცილებლად ჟანგბადი. ანუ ფილტვებისთვის ჟანგბადი კი არ არის რაიმე მიზანი და მიღწევა. არამედ ფილტვებს არსებობისთვის ჭირდება ჟანგბადი. და ადამიანის სულს კი მადლი ჭირდება, არა იმიტომ, რომ მიზანი იყოს მისთვის, არამედ როგორც ჟანგბადი ფილტვებს, სინათლე თვალს, ასევე ადამიანის სულს ჭირდება სულიწმინდის მადლის მოქმედება და ჩვენში სულიწმინდა შემდეგ მკვიდრდება. ამიტომ გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის სულიწმინდის მადლის მოხვეჭა. თუ ადამიანი სულიწმინდის მადლს არ იხვეჭს, მაშინ ის რჩება უბრალოდ იგივე შინაგანი მოწყობის ადამიანად, როგორათაც ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია გარეთ. შეიძლება ადამიანი ძალიან კარგი ადამიანიც იყოს. მე გეტყვით უღმერთო ადამიანებს, რომლებიც რო შეხედავთ ძალიან კარგი ადამიანები არიან გარეგნულად. მე განახებთ ადამიანებს, მე შევხვედრი ვარ ასეთ ადამიანებს, რომლებიც სახლში, ისე იგი, მეუღლესთან მიმართებაში, ოჯახის წევრებთან მიმართებაში, თითქმის უზადოდ იქცევა ადამიანი. მაგრამ ეხლა მე გეტყვით, ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ უმადლოდ მყოფი ადამიანი, მადლი როდესაც არ აქვს ადამიანს, რა არის ეს? მადლის მოსახვეჭად მოდივარ ჩვენ აქ და არა ჯერ კიდევ იმისთვის, რომ რა სამწუხაროა, რომ ნახეთ, ჩვენ ჯერ კიდე იქამდეც ვერ მივედით, რომ იმ თუნდაც გარეთ მყოფ ადამიანს ზნეობრივ ცხოვრებაში გაუტოლდეთ. ზოგადად ამის მიზეზი სხვა რამეც არის, ამაზე მერე შევეხებით, მაგრამ ჩვენ ისიც კი გვიჭირს, რომ იქ რო ვიყვეთ, კარგები ვიყვეთ. და მით უმეტეს მადლი, სულიწმინდის მადლის მოხვეჭა მოკლედ ადამიანებს უჭირთ. ეხლა მე ძალიან თქვენთვის გასაგებად და ყველასთვის გასაგებად შევეცდები რაღაცა გარკვეული სიმბოლოებით მიგახვედროთ, რა მდგომარეობაშია დღეს ადამიანი და ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ მადლის გარეშე. წარმოიდგინეთ უბრალოდ სამსართულიანი სახლი. აბა კარგად, სამსართულიანი დიდი სახლი წარმოიდგინეთ. ეს სახლი როგორც არის მთლიანად სამყარო, ესე წარმოიდგინეთ, ასევე წარმოიდგინეთ როგორც ერთი ადამიანი. ჩვენ ეს სახლი ჩვენ ვართ, მაგრამ ზოგადად სამყაროც ესეთი სახლი. სარდაფი და პირველი სართული უკავია ადამიანს.
ანუ ჩემე მიკავია ჩვენ ყველას ადამიანებს გვიკავია სარდაფი და პირველი სართული. სარდაფი ეს არის ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთს რას გულისხმობ ახლა? ჯოჯოხეთს გულისხმობ ყველანაირ ცოდვას, ყველანაირ მოკლედ ბიწიერ ცხოვრებას, ფიქრებს, გულისთქმებს, რაც კი ადამიანს ჯოჯოხეთური შეიძლება გაგაჩნდეს. და ასევე გულისხმობ ცოდვაში უკვე, რასაც ცოდვას ჩადის ადამიანი. ანუ წარმოიდგინეთ, როგორც ქვესკნელი, ანუ ჯოჯოხეთის მდგომარეობა არის დაბლა. ქვემოთ ნაწილი. პირველი სართული ვართ, აი სადაც დღეს ჩვენ ცხოვრობთ, ეს სამყარო. სადაც ჩვენ ცხოვრობთ ამ პირველ სართულზე და წარმოიდგინეთ ახლა როგორ მოვაწყეთ ჩვენი სამყარო. ერთ ადამიანზე წარმოიდგინეთ, რომ მატერიალისტი რო არის ადამიანი, რომ ეს მინდა, ის მინდა, მოწყობა რო უნდა, კარგად, ანუ წარმოიდგინეთ, კარგად რო გინდა სახლი მოაწყო. ხო, ყველაფერი რაღაც გინდა, ბოლო იმით იყოს მოწყობილი, რას დღეს შესაძლებლობა არის, ასევე სამყაროც ამ პირველ სართულზე მოაწყო მოკლედ ყველაფერი, რაც მისთვის იქნება და ამიტომ ნახეთ, ჩასასვლელი ჯოჯოხეთში და ზემოთ არის ფართო. ანუ ჩადის ადამიანი ცოდვაში ჯოჯოხეთში, მერე ამოდის იქიდან, აქ მოაწყობს რაღაცას, მერე ისევ ჩავა ამ ჯოჯოხეთში, მერე ისევ ამოვა. მოკლედ, ამ პირველ და მეორეს, ანუ სარდაფსა და პირველ სართულზე ესე მოძრაობს დღევანდელი ადამიანი. ვერც კი ამჩნევს იმას, რომ ეს სარდაფი და ზედა ნაწილი უკვე გაერთიანებულია. ანუ ასე ვიტყვი, რომ ჯოჯოხეთი პირობითად, როგორც მაცხოვარი ძაღლი, ჯოჯოხეთი ადამიანის გულებშიაო, ხო, თქვენ გულებშია, 60-ს და ჯოჯოხეთი. ანუ ადამიანმა იმდენად მოაწყო ამ წუთის სოფელში, თანა იმდენად კომფორტულად მოაწყო ეს სარდაფი და პირველ სართული, რომ ჩადის და ადის მისი მთლიანი ცხოვრების მდგომარეობა გახდა. ანუ ჯოჯოხეთი ატარებს ადამიანი ჯოჯოხეთს გულში. ანუ ცოდვას არ ერიდება, აი ჩვენ ავიღოთ, ხო? ვინ ვერ იდებით ცოდვას? აი როდის თქვით, რომ მე მაგალითად აი ქრისტეს გულისთვის ამას არ გავაკეთებ. ხა წინაზეც თქვი მე ხა თუ ვინმე სოციალურ ქსელში რაღაც ამიტომ შრომობ ხოლმე რაღაცაზე რომ იმაშები რომ სოციალურ ქსელი მეფიქრობ ამისთვის არის ზუსტად თუ ადამიანებს გარკვეულწილად ფართო საზოგადოებას ისე იგი გაუზიარო რაღაცა მდგომარეობა. ხო, ეხა შენ რომ იმის გამო იცვლები ცუდისგან კარგისკენ, რომ ესა შენთვის მომგებიანია, ეს შეცვლა არ არის. ანუ მე ხლა იმიტომ არ გავაკეთებ ამ ცუდს, იმიტომ რომ კარგს რო გავაკეთებ, უფრო მეტი შემოსავალი მექნება, ეს რა ნორმალურია, ეს არის აი მე ეს გითხარით წეღან, აი ის ადამიანები, რომლებიც კარგად იქცევიან, იქამდე იქცევიან კარგად, სანამ ისინი ელოდებიან, რომ აქედან რაღაცას იღებენ. ჩემი კარგად მოქცევა ზოგადად მე რაღაცას მაძლევს, ამიტომ ვიცვლები ცუდისგან კარგისკენ. და კარგისგან ცუდისკენ რატო იცვლება ადამიანი, ხო? კარგისგან ცუდისკენ იცვლება ადამიანი, მოკლედ, იმიტომ რომ ისე იგი შიშია კარგად ყოფნისა, იმიტომ რომ იჩაგრება ადამიანი. მინდა რომ კარგად მიხვდეთ ახლა, რაცაც აი პირველ სართულზე ვცხოვრობ, ჩვენ ყველანი ეკლესიის წევრებიც, მათ შორის აი ამ პირველ სართულზე და სარდაფში ავდივარ და ჩავდივარ, ჩვენ არაფერს ყურადღებას არ ვაქცევთ თითქმის. არც გულისთქმებს, არც სულიერ ცხოვრებას ზოგადად. აი რო დავსვათ კითხვა, მადლი სულიწმინდის მადლი. როდის მოვიდა? როდის მე მიიღე სულიწმინდის მადლი? აი როდის მე იგრძენი რომ მადლი მოვიდა? შეგიძლია ამის შესახებ აი მომითხრო, მითხრა შეგიძლია, აი ვინმე რო ერთ-ერთზე მოძღვართა რო დავრჩეთ, აი იცი რა მოხდა მას მერე რომ შენ იგრძენი რომ სულიწმინდის მადლი მოვიდა, იქნება და სულაც არ არის. იქნება უბრალოდ შენი ემოციური აღტკინება, ხშირად იციან ხოლმე ადამიანებმა რომ აი ზიარებაზე რომ მივედი, აუ ისეთი რაღაცა მოკლედ, ანუ თავისი, მაგრამ ვეუნები ასეთ რაღაცას. ზიარების მერე მადლი მიიღე თუ არ მიიღე, ჩანს ძალიან მოკლე რამეში, რაში? თამდაბალი გახდი? სიმშვიდე მოვიდა, რომელიც მანამდე კი არა, ადამიანური სიმშვიდე კი არა, აი საღვთო სიმშვიდე, რომ დაწყნარდა და დამშვიდა, ყველა შენი გრძნობა, ემოცია და ვნებები, ეს მოვიდა. გულმოწყალე გახდი, ანუ ყველა საპატიე ყველაფერი რო ეზიარე და გამოხვედი, აი უკვე ყველას ადამიანთან, აი როგორი გაქიცი, აი გულმოწყალე ხარ, ყველა გეცოდება, ყველა შენი შემცოდე, ვინც კი რამე დაგიშავა, ხო? აი ყველაზე ნაპატიები გაქვს ყველაფერი. ანუ გულმოწყალე გახდი და გიყვარს შენ, აი ამ დროს გიყვარს ყველა ადამიანი. აი თუ კი შენზე მადლი მოვიდა, ანუ შესაბამისად ეს უნდა იყოს შენი გამოვლინება. ეხლა ვეუნები ადამიანს, აი ზოგადად, ხო? მოდი, იმაზე ხო აღარ საუბრობ, აი არ გეწყინოთ, აი რაღაცა მარტო თქვენ არ გეუნებით, ყველას ვისაც ესმის ეს.
ხშირად უყურებ ადამიანს სოციალურ ქსელში შეიძლება აქტიობდეს ვიღაცა, ანუ ბევრნი არიან ჩვენს გარშემო, ახლა იცით რომ ძალიან ბევრნი არიან გორშიც გულისხმობ და ქალაქებში, ყველას უსმენ, ვიღაცისგან მინდა, იმიტომ რომ მე რომ ისმენს ვიღაცა, მეც მინდა მოვუსვიქნებ რამეს იძახის აღას, არ მეზარება, როცა დრო მაქვს ისეთ ადამიანს, ვისთანაც ფიქრობ რომ რაღაცა ჭკვიანური შეიძლება იცოდეს რაღაცა თქვას, მას უსმენ. ამოვიღებ ხა მით უმეტეს ერის ადამიანებს ეხება და მათ შორის არც სასულიერო პირები არიან ამისგან თავისუფალი. ამოვიღებ რაღაცა, უყურებ და ორი არანაირი მარაგი არ არის სულიერი ცხოვრებისა. 2-3 წინადადების მერე ეგრევე გადადის ადამიანი ან პოლიტიკაში, ან ეკონომიკაში, ან სოციალური რაღაცა იმაში, ან რაღაცა ყველაზე უკეთესი კულტურულ იმაში გადავიდეს, კულტურაზე დაიწყოს საუბარი. სულიერ ცხოვრებაზე საუბარიც კი არ ვიცი და რატო არ ვიცი? დღესო სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულებზე. რა დაიწყეს მოციქულებმა? სულიერ ცხოვრებაზე ლაპარაკი დაიწყეს. და ისინი, ვისაც ესმოდა, გაოცებულები იყვნენ, ვაიმე, ეს რა გვესმის? აქამდე ესეთი რამე არ გაგვიგია ჩვენ. ეს რა გვესმის? სულის იმ ნაწილებს შეეხო ის ქადაგება პეტრე მოციქულისა, რომ ადამიანები საოცრად ყველა ენაზე ესმოდათ. ისინი, მოციქულები სხვადასხვა ენაზე კი არ ლაპარაკობდნენ. მადლით, რომელიც გამოდიოდა მადლიანი სიტყვით, ყველას ესმოდა. თუ გახსოვთ ახლა შედარებას მოგიყვან, ხშირად არის ხოლმე ქართულ სიმღერას, კარგის ნამღერი რო არის ხოლმე ქართული სიმღერა, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები უწერენ ხოლმე, რომ ვერაფერი ვერ მესმის, რაზე მღერი ხართ არ ვიცი, მაგრამ საოცარი რამე არის, ცრემლები მდის უბრალოდ, იმიტომ რომ ეს ჰარმონია როგორაც აზღე, ეს მდგომარეობა იყო, რომ მადლმა, სულიწმინდის მადლმა, რომელმაც სული აალაპარაკა, მოციქულებში სული გააცოცხლა და სულიერი ლაპარაკი დაიწყეს, იმ ადამიანებშიც გახსნა ეს სულიერი მდგომარეობა. ეხლა სვავ კითხვას, ამ ადამიანებს ხშირად, ადამიანებს რო უსმენ, ხო, სვავ კითხვას. ხო, შენ ხო ქრისტიანი ხარ და გინდა რომ ქრისტიანობა იქადაგო, ხო? პირველი დანიშნულება ეს არ არის, რომ ქრისტიანობა იქადაგო და იქადაგო რა? შენ როგორ დაძლიე რაღაცა მდგომარეობა და მადლი როგორ მოვიდა შენთან. ხო ესია საუბარი, თუ კი არ ქმევ ამას, რომ მე ხლა უნდა ვისაუბრო იმაზე, რომ თქვენ სულიერი ცხოვრება ისწავლო და ცხონდეთ. თქვენ რო ცხონდეთ, ამაზე უნდა ვისაუბრო, მაშინ უნდა გესაუბროთ სულიერ ცხოვრებაზე, ხო? მაგრამ როდესაც ორი წინადადების მერე ადამიანი გადადიხარ რაღაცა, პირველად ნათლავ, რომ ეხლა თქვენ ქრისტიანობაზე უნდა გესაუბროთ, მაგრამ ამის მერე ადამიანი ლაპარაკობ რაღაცა, ახლოც რო არ არის საერთოდ ქრისტიანობასთან, ეს გვჭირს ჩვენ ზოგადად. ხლა რომ დავდგეთ ჩვენ, მოდი ბევრჯერ მithქვას, მოდი დავდგეთ წირვის მერე და უბრალოდ გავჩუნდეთ ყველანი და თვითონ თქვენთაგანმა გვესაუბრეთ რაიმე სულიერ ცხოვრებაზე. დამიჯერეთ ჩვენი, ჯერ მარტო რაში ჩანს ხოლმე, იცით, ბოდიშით ასე რომ განვაზოგადებ, მაგრამ ტელევიზია რომ მოდის ხოლმე და დღესასწაული რომ თავდება. ვინც კი გამოარჩევენ ხოლმე, რომ მოდი აბა გითხარი დღეს რა დღესასწაულია. ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, იტყვი კაცო, რამდენი წელია ტაძარში დადიხარ? ეს სულთმოფენობაა თუ ამაღლებაა თუ აღდგომაა, განა შენში 2-3 წინადადებაში ისეთი ვერ იგრძენი ვერაფერი, რომ 2-3 წინადადებაში შეგიძლია რომ გამოხატო. რატო? დასვით კითხვა, რატო? იმიტომ რომ მადლი არ არის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ მადლი არ არის. ადამიანი პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, სოციოლოგიაზე, კულტურაზე რო ლაპარაკობს, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანში მადლი მოქმედებს, ეს შეუძლია უმადლო ადამიანსაც. და გეტყვით ახლა დანარჩენი ამ შენობას, ოდესაც აგიგწევთ, გეტყვით, რომ იქ ადამიანებს უფალი იფარავს, ნიჭი გვაქვს ჩვენ, განა უნიჭოები ვართ. ღმერთმა ადამიანის ბუნებაში ეს ნიჭი ჩადო, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მადლიანი ხარ. გეტყვით ერთ რამეს. ხშირად ადამიანი, მე ჩემ თავზე გამომიცია და ადრეც გითხარი და ამას აღარ გამზოგადებ. ყველაფერს აკეთებს და ლაპარაკობს თითქოს სწორად და კარგად, მაგრამ არავის არ უნდა მის გვერდით ყოფნა. ხო მივხვდით რასაც გულისხმობ, ოჯახი რო არის, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რომ მიხვალ იმ ოჯახში ყოფნა არ გინდა, გამოქცევაზე ხარ, რატო? ის რაღაცა არ არის, რასაც ჩვენ ვიძახით, ის მადლი ყველაფერია. ითქოს იღიმიან ადამიანები ძალიან მართლსიტყვებს ლაპარაკობენ, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებიც საერთოდ არაფერი არ აქვს.
არაფერი შეიძლება ისეთი არა, მაგრამ მიუხარიათ იმ ოჯახში მისვლა. რატომ? იმიტომ რომ რაღაცა საოცარი რამ არის მათში და აი ესეთი ოჯახები იყვნენ ადრეს ბევრჯერ მილაპარაკია ქრისტიანული ოჯახები. ამით, ანუ სიტყვით რო ვერ ეთქვათ რამე, აი ამ მადლს ავრცელებდნენ მთლიანად ოჯახი. ეხლა წარმოიდგინეთ ეს, ანუ რაც აგიხწერეთ ეხლა, წარმოიდგინეთ პირველი სართული, მეორე სართული და ასე ჩვენი მდგომარეობით, მოკლედ დავდივართ პირველ სართულზე, მოწყობა გვინდა კარგად ყველაფრისა, აი მე რაღაცა რო გამოგვივა, აი ღვთის მადლით რაღაცა გამოვიდა, ანუ რაღაცა ისე იგი გაურკვეველი ტერმინები და ცნებები და წარმოდგენები შემოვიტანეთ ჩვენ სულიერ ცხოვრებაში, ადამიანი სულიერად საერთოდ არ ცხოვრობს და აი რაღაცა მიაწერს მერე თავის მდგომარეობას, აი ღმერთმა ქნა ესე და ღმერთმა გააკეთა ესე და რაღაც ვართ გაურკვეველ მდგომარეობაში, ჩვენივე წარმოდგენებში ჰალუცინაციურ მდგომარეობაში ადამიანი. ეხლა ნახეთ როგორ რაღაცა, ეს შენობა ავიღოთ რა. შენობას კედლებს გარშემო რო ყარი იყოს, იჭერს ღმერთი. ამიტომ დგას ჯერ კიდევ სამყარო. მიხვდით, აი ეს ჯოჯოხეთიც რო არის ამ დედამიწაზე და აი ესეცა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ანუ ყველა ათეისტი ადამიანი, რომელიც ღმერთს ლანძღავს, ადამიანები, რომლებიც უმძიმეს ცოდვებში ვართ, ესე ვიტყვი და ისე იგი ვიხჩობით ხშირად ჩვენ გულის თქმებში და ცოდვებში, ღმერთი გვიტანს, იმიტომ რომ გახსოვთ, როგორ წერია იმაში, რა ქვია, ფსალმუნში, რომ დარამე თუ დაამყარა ღმერთმა სოფელი, რომელი არა შეიძრას. ან უფალმა ეს სამყარო დააწესა, შეამყარა, რომ ადამიანებს სინანულის საშუალება ქონდეს. ინანო ადამიანმა და ნახე რა უნდა გააკეთო. ანუ ნახეთ, ვიღაცამ რო თქვა, რომ სამყარო დგას, ღმერთს უკავია სამყარო იმის გამო, რომ ჩვენ შევინანოთ როგორმე და ეს ჯოჯოხეთური სარდაფი და პირველი სართული რამენაერად, ნახეთ რა ხდება ახლა, რა უნდა გავაკეთოთ. მესამე სართულზე არის ღმერთი. სიმბოლურია ხო? სამება ხო? სამების. ანუ ღმერთი მოქმედებს მუდმივად. მაგრამ აი ხა ნახეთ როგორ რაღაცა. ღმერთი მზად არის მადლი მოგცეს, მაგრამ ადამიანისა და ღმერთის შეხვედრა ხდება მეორე სართულზე. თუ შენ სარდაფი არ დატოვე, თუ შენ ამ პირველ სართულზე უარი არ თქვი, და თუ შენ არ ახვედი მეორე სართულზე, ღმერთი არ ჩამოდის პირველ სართულზე. მიხვდით რას გულისხმობ? ღმერთს კედლები უკავია, ამ პირველ სართულზე მაინც ადამიანს გარკვეული უსაფრთხოება გაგაჩნია. შიგნით, ანუ ჯოჯოხეთში ცხოვრობ, მაგრამ მოკლედ მაინც ღმერთი გარედან იფარავს ამ ყველაფერს, რომ იქნებ როდისმე შეინანო, მაგრამ თუ შენ, ანუ ნახეთ მადლის მოქმედებაზე რას გულისხმობ? თუ შენ არ საკუთარი გონებით ადამიანი და კაცობრიობა მეორე სართულზე არ ახვედი, თუ საკუთარ თავზე არ ამაღლდი, თუ შენ არ დატოვე ეს ყველაფერი და არ გემეტება ყველაფერი, თუნდაც დარჩეს აქ პირველზე ცოდვა თუ არ დატოვე, მეორეზე თუ კი ეს ყველანაირი კომფორტი, რომელიც მოიწყე, მატერიალური კეთილდღეობა თუ არ დატოვე, ამისთვის მზად არ ახარ და მეორე სართულზე თლიანად ამ ყველაფრისგან განთავისუფლებული არ ახვალ, მაშინ ადამიანი ღმერთს ვერ ხვდება. მიხვდით რას გეუბნებით, არა? რომ და ნახე, ხშირად ადამიანი თქო პირველ სართულზე და ჯოჯოხეთში ცხოვრობს და იცის რომ ღმერთი უნდა. და ღმერთი რომ უნდა, წარმოდგენა უნდა შექმნას, რომ იცი რა, ღმერთი ჩემთანაც არის. და მე უკვე იწყებს ადამიანი, ცოდავს ადამიანი, ანუ ჩვენ ყველანი ვცოდავთ, საშინლად ვიქცევით, ერთმანეთს საშინლად ვექცევით, რა ვიცი, უწმაწური სიტყვებით ლანძღავთ ერთმანეთს, რავი, არ ვიცი, რას არ უკეთებთ ერთმანეთს, ისე იგი დაფარულ მტრობას ვატარებთ შინაგანად, სულ გულღრძოებაში ვარ, სულ შურიანები ვართ, რაღაცა გარკვეულ მდგომარეობაში ვარ და ამავე დროს თან ვეძახი, რომ ასე მდგომარეობაში კი ღმერთი ჩემთან არის. აი რას მინდა შეგიდაროთ, ნახეთ, ღმერთს აი ეს ტაძრის კედლები უჭირავს, მას უჭირავს, მაგრამ იცოდეთ, იყო პერიოდი, როდესაც ეს კედლები დაანგრიეს. მაგრამ გადარჩა ქრისტიანობა რითი? იმ ადამიანებით, ვინც გულით ატარებდა ღმერთს. გამიგეთ, ტაძრების დანგრევამ ვერ გამოიწვია ის, რომ ადამიანში ღმერთის ყოფნა, ანუ მადლი ვერ განაშორა ადამიანს. იმან ვინც იცოდა მადლი როგორმე, იმან ვინც იცოდა მეორე სართულზე ასვლა, მას შიგნით პირველი სართული დაუნგრიეს თავიდან ბოლომდე, ისე იგი ჯოჯოხეთში ჩაიყვანეს, ცოდვაში აცხოვრეს, მაგრამ ყოველთვის ახსოვდა, რომ მეორე სართულზე უნდა ასულიყო და ღმერთს უნდა შეხვედროდა ადამიანი. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვიცოდეთ ეს, რომ ანუ ჩვენ თუ აი რაღაცა მინდა გითხრათ, თუ კი ადამიანი
საღვთო წერილში, წმინდა მამათა ღვთივსულიერ წიგნებში და ამ სულისკვეთებაში არ ცხოვრობ რაღაცა დღის განმავლობაში და არ ეცნობი ამას, არ მინდა მოგატყუოთ, რატომ მოგატყუოთ მითხარით? ანუ მადლი არ მოდის, გამიგეთ? მადლი მოდის, როდესაც სულიერად ცხოვრობ ადამიანი, როდესაც შენ თავში ან თავისუფლებ, ესე იგი საკუთარ თავში ადგილს ამ თავისუფლებ იმისთვის, რომ ღმერთი მოვიდეს. თუ სულიერად არ ცხოვრობ ადამიანი და საკუთარ თავს არ განამზადებ მადლის მოსასვლელად, არ გეწყინოთ ეს. ყოველ დღე რო იდგე და პირი გააღო და ეზიარო და ეს იქნება მხოლოდ შენი კბილებით ზიარება. თუ კი ადამიანი სულიერად არ იცხოვრებ, აი დღეს ხო რამდენი ეზიარეთ. დააკვირდით მადლი მოვიდა თუ არა თქვენზე. არ აქვს მნიშვნელობა ვინც არ ეზიარეთ, ღმერთთან შესახვედრად მადლის მისაღება დღეს ხო თქვენ მეორე სართულზე ამოხვედით. ჩვენ ხო ყველანი მეორე სართულზე ამოვედით იმისთვის, რომ ღმერთს შევხვედროდით. იქნებ ამითი არ ამოსულ ვარ მეორე სართულზე. იქნებ სხეულით ხარ ამოსული მეორე სართულზე უბრალოდ. ანუ სული თუ არ ამოიყვანე, სულმა თუ არ დათმო ის ყველაფერი, რაც ადამიანში მერე მადლს ანიჭებს ადამიანს, ამ შემთხვევაში შეუძლებელია მადლის მიღება და ამიტომაც ჩემ თავზე გეტყვით. აი ესე მეც ესე ხშირ შემთხვევაში დავდივარ, ანუ როდესაც ხვდები ეგრევე, აი როდესაც ცოდვას ჩავდივარ, ეგრევე როგორ იცლები ადამიანი, გეგონება აი რაღაცით სითხე რო გამოაცალო ადამიანს, აი ესე გამოგეცლება თითქოს რაღაც, აი რჩები როგორ იცი, აი ამ პირველი სართულისა და ჯოჯოხეთის მდგომარეობაში და აღარც მატერიალური გახარებს. აღარაფერი არ გახარებს, სულ რაც გჭირდება, ისიც კი რომ მოგცენ, ეგენიც კი აღარ გახარებს, იმიტომ რომ თავარი წავიდა, ღმერთი წავიდა, მადლი აღარ აქვს ადამიანს და უმადლოდ მცხოვრები ადამიანი იგუდება, უმადლოდ მცხოვრები ადამიანი ბრმავდება, უმადლოდ მცხოვრებ ადამიანს არ შეუძლია ზოგადად ცხოვრება. დღეს აი ეს საოცარი ფსალმონის სიტყვები გახსოვთ, გული წმინდა დაბადე ჩემთან აღმერთო და სული წფელი განმიახლე გვამსა ჩემს. აი ამ გულის გაწმენდას და გულის ახლიდან დაბადებას თხოვთ დღეს ყველანი ჩვენ ღმერთს. ყველა თქვენთაგანი ეზიარა, ზოგი პირველად ეზიარეთ დღეს და მიაქციეთ ამას ყურადღება. ამასთან ხუმრობა არ შეიძლება, იმიტომ რომ ადამიანი ჯოჯოხეთში ცხოვრობდე მთელი შენი შეგნებით. ადამიანი ცოდვას არ ერიდებოდე, ადამიანი არ ცდილობდე რომ განიწმინდო, გასუფთავდე, უკეთესი გახდე, ფერი იცვალო ადამიანმა. თუ კი ამას არ აკეთებ ადამიანი და შენ ანუ ცხოვრობ სარდაფში და პირველ სართულზე და მორგებული კარგა და მთელი შენი შეგნებით აი ამ ჯოჯოხეთისა და პირველი სართულის ისე იგი მდგომარეობას ატარებ გულით, ოდესღაც საშინელი როგორ გითხრათ იცი, ღმერთი სამი რამით გვსწავლის ჩვენ. ეს არის სიყვარულით, მაგრამ სიყვარულის ენა ჩვენ არ გვესმის, არავის არ გვესმის მის სიყვარულის ენა, გვსწავლის ტკივილებით და გვსწავლის განსაცდელებით და ავადმყოფობით, როდესაც ადამიანს შეეყრებ. და ჩვენ მაგიტო ვევედრებით ხოლმე ღმერთს, რომ რათა არა სასჯელად გინა და სასჯელად მექმნესო ზიარებ. და ამიტომ თუ კი ჩვენ დროთა განმავლობაში არ ვიცვლებით და დროთა განმავლობაში ღმერთი გველოდება და როდესაც შენ ამითი უკვე თითქმის შეურაცხყოფას აყენებ ღმერთს, შენში ღმერთი შეურაცხყოფილი ვერ იქნება. შენში როდესაც ღმერთს შეურაცხყოფას აყენებ, მაშინ უკვე ხო ადამიანს გარკვეული განსაცდელები მოუვი. ადამიანი ისეთ მდგომარეობაში მოხვალ, რომ ცოდვისთვისაც ვერ ივარგებ, იცით? ადამიანი ისე დაავადდები, რომ ის რაც პირველ სართულზე მოაწყე, ისიც აღარ გაგახარებს. ამიტომ ღმერთი სიყვარულის ენა, როდესაც არ გვესმის, გარკვეული ტკივილებით გვესაუბრება და გვეუბნება, რომ
დატოვებ ამ გარკვეულწილად ჯოჯოხეთურ მდგომარეობას, სარდაფს და პირველ სართულის მიჯაჭულობას ამ ყველაფერზე. და როდესაც ადამიანი გადის თვეები, გადის წლები, აი ამ მდგომარეობას აგრძელებს და აგრძელებს, აი ღმერთი უკვე შემდეგ ადამიანს ელაპარაკება არა იმის გამო, რომ მას ძულს ადამიანი, არამედ იმის გამო, რომ მისი ცხონება უნდა. და ხვდება, რომ შენ თვითონ თუ ვერ იძახი უარს ცოდვაზე, შენ თვითონ თუ ვერ იძახი უარს აი ამ მატერიალურ კეთილდღეობაზე და მთელი შენი შეგნებით ამაში ხარ ჩაფლული და ღმერთს კიდე უყვარხარ და შენი ცხონება უნდა, აი მაშინ მოდის მდგომარეობა ხშირად ადამიანებში, რომ ვეღარ ცოდვას ჩადიხარ, იმიტომ რომ საერთოდ ძალა არ გექნება ცოდვის ჩადენისა და მერე ხო საერთოდ ამ ეს მატერიალური რაც არის, აი ბოდიში და ხა გეტყვით, საავადმყოფოში მწოლი არის ადამიანი, რომელიც შეერთებულია აპარატზე. მას ცოდვის ჩადენა შეუძლია? არ შეუძლია. მას ახარებს კიდე რომ ორსართულიანი სახლი აქვს და ბოლო გამოშვების ბოლო მოდელის მანქანა ყავს და ბოლო მოდელის ტელეფონი უჭირავს ხელში და საბანკო ანგარიშზე რომ მილიონები უდევს, ახარებს მას? აღარ ახარებს. ერთადერთი რაც უნდა რომ იქნებ, მაგრამ ნახეთ, ის მწოლიარი ადამიანი სული ცოცხალია. ის შეიძლება ფიზიკურად არის დაუძულებული, ცოდვას ვერ ჩადის და აღარაფერი არ ახარებს, მაგრამ აი ეს კრიზისი, რომელიც მათში დადგა, უკვე სული იწყებს გამოცოცხლებას და სული იწყებს ყვირილს, რომ ღმერთო, მოდი გევედრები. აი მანამდე სანამ ცხოვრობს ადამიანი აი ამ ჯოჯოხეთის სიტკბოებაში, ცოდვის სიტკბოებაში და პირველ სართულზე მატერიალური კეთილდღეობის მოწყობაში, მოკლედ მე მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ თქვენ არ გეხებათ. ეს არ ეხება ერის ადამიანებს. ეს არ ეხებათ გარეთ მყოფ ეკლესიის გარეთ ჯერ კიდე მყოფ ადამიანებს. ეს გვეხება ჩვენს და ყველაზე მეტად ჩვენ სამუდელო დას. ანუ თუ ჩვენ აი ამას თუ ხედავს უფალი, რომ ჩვენ აი ამ ყველაფერზე გვაქვს, ვერავინ ვერ ხედავს, ღმერთი ხედავს მარტო, რომ ჩვენ მიჯაჭულები ვართ. განა ის რომ მე რომ აქვს, ახლა შეიძლება მე ჯიბეში გარკვეული თანხა მქონდეს პირობით, მაგრამ თუ კი ღმერთი ხედავს, რომ მე მიჯაჭული ვარ ამაზე, მაშინ ის აუცილებლად გამანთავისუფლებს ამ ყოველივესაგან და ჩვენ ესე ვიტყვი, რომ თხოვთ ღმერთს, რომ სულიწმინდის მადლის მოქმედებით გაანთავისუფლოს ჩვენი გული, ჩვენი გონება, ჩვენი სულიერი ძალები, ჩვენი მისწრაფებები ყოველივე იმისაგან, რაც დამღუპელი არის ადამიანის სულისა. ღმერთმა მოავლინოს სულიწმინდის მადლი, რომ ჩვენი გონება და ჩვენი გული, ჩვენი ცნობიერება, ჩვენი მისწრაფებები აკურთხოს, ჩვენი სული აკურთხოს მადლის მოქმედებით და მოგცეს გარჩევადობის უნარი. რა არის ჩემი სულისთვის წამწყვეტელი და რა არის ჩემი სულისთვის მაცხონებელი. რა მიმიყვანს მე სასუფევლამდე და რა ჩამიყვანს მე ჯოჯოხეთამდე. რა დამტოვებს მე აი ამ პირველ და მეორე სართულზე და რა ამამაღლებს მე, რომ ავიდე მეორე სართულზე ღმერთთან შესახვედრად და გარდაცვალების მერე უკვე სამების წიაღში მესამე სართულზე ამიყვანოს უფალმა ჩვენმა და დაგვამკვიდროს ჩვენ და ჩვენი გარდაცვლილი ადამიანები ვიზეს დღეს ვილოცეთ მარადიულ სასუფეველში. აი რაზეც ახლა მე გელაპარაკეთ, ეს სამი ლოცვა ამაზე იყო ზუსტად. ამ სამ ლოცვაში ეს თხოვეთ ზუსტად ღმერთს. ჩვენი გული და გონება გაანთავისუფლოს ამის. ხშირად თქვენ მეუნებით ხომ ამით დავასრულებ, რომ ამაო რა ვქნათ, რომ რა ვქნათ, აღარ უდავიშრომოთ. აი თქვენ ხო იცი ჩემზე უკეთესად, რომ შრომა ყველაზე კარგია და კარგი, ანუ ადამიანისთვის საჭირო რამ არის, მაგრამ ოდესაც ადამიანი ამ შრომაში ჩაიჭირები და მადლი არ, ანუ ღმერთთან არ მიდიხარ შესახვედრად და ღმერთის მადლი არ არის, მაშინ აბა ქრისტიანი ადამიანისთვის რაღა. აი რაღა მადლი თუ არ არის და წეგან დამავიწყდა ამითი დავასრულებ. საოცარია მე აი ღმერთი ამ სამყაროს მაგიტო იფარავს, ამას გეტყვით, თქვენდან უგეშად გეტყვით, რომ
ადამიანი ვინც მეორე სართულზე ადის და ღმერთს ხვდება და მადლს იღებს, აი ეს მადლი ჩამოაქვს მე ამ პირველ სართულზე და აი ამ ხალხში. და თუ თქვენ არ მოგწონთ ეს სამყარო, თუ თქვენ არ მოგწონთ თქვენ ოჯახში რა მდგომარეობაა, სარწმუნოების ხრივ გულისხმ, თუ თქვენ არ მოგწონთ თქვენ სოფელში რა მდგომარეობაა, დამიჯერეთ რომ თუ თქვენ სულიწმინდის მადლს მოიხვეჭავთ, როგორც სერაფიმე სარაველიძახის მოიხვეჭე სულიწმინდის მადლი და შენს გარშემო 1000-ნი და მრავალნი გადარჩებიანო, მოიხვეჭეთ აბა სულიწმინდის მადლი. იბრძოლეთ არა ხელებით, იბრძოლეთ არა სხვა მეთოდით, არამედ ერთი რამით იბრძოლეთ, განიწმინდეთ საკუთარი თავი, გაისუფთავეთ საკუთარი სული, მიიღეთ სულიწმინდის მადლი და მერე ნახავთ თქვენს გარშემო რა მოხდება. და თუ დღეს თქვენს გარშემო არ მოგწონთ რაც ხდება და ეს ყველაფერი თქვენზე მოქმედებს, გახსოვდეთ რომ ეს ჩვენი ბრალი. ეს ჩვენი ბრალი, ჩვენი პასუხისგებლობა. ჩვენ სამყაროს ვეღარ ვამარილებთ. უფალმა რა გითხრა, თქვენ ხართ მარილი ამ ქვეყნის. თქვენ ხართ ნათელი ამ სოფლის. და ჩვენ თვითონ როდესაც ვერ ხედავთ ამას, ჩვენ თვითონ ვერ უარვიცით მეორე სართულზე ასვლა და ღვთის მადლის მოხვეჭა, რა უნდა ჩამოუტანოთ და რა უნდა წაუღოთ ახლა თქვენს ოჯახებს. აქედან რა უნდა დაუფიქრეთ, შეიძლება წაუღოთ, მაგრამ დამიჯერეთ ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც თქვენ ოჯახებს არა აქვთ შეიძლება. ეს არის რა? მადლი სულიწმინდისა და სულიწმინდის მადლით გამოვლენილი რა? სიმდაბლე, პატიების უნარი, გულმოწყალება, სიყვარული, დათმობა, აი მადლი ასეთია. იმიტომ რომ მადლი ქრისტეს გამსგავსებს და ქრისტე კიდე ესეთი იყო. და თუ შენ სხვანაირი ხარ, მაშინ მადლი არა. ანუ თუ კი მადლი გაქვს ადამიანს რაღაცაში უნდა ეს ვლინდებოდეს. შეუძლებელია. თუ კი ადამიანი ხო გეუბნებით, ანუ შინაგანად გულისწყრომას ატარებს, ვიღაცები გძულს და ვიღაცა გეჯავრება, აბა რანაირად მოვა მადლი. როცა ადამიანს ესე იგი გადამტერებული ხარ ვინმეზე და შინაგანად გულის თქმები გჭამს, მადლი როგორ სად უნდა მოვიდეს მადლი? გულში უნდა მოვიდეს და გულის თქმები თუ ადამიანის არის ისეთი რომ ჯოჯოხეთი აქვს ადამიანს გულში, როგორ შეიძლება ღმერთი ჯოჯოხეთში იქ რანაირად? ამიტომ ჩვენი პასუხისგებლობა ზუსტად ეს არის. აი ღმერთმა ამის ძალა მოგცეს რომ ძალიან რთულია, ურთულესია. ეხლა ჩემი საუბარიც, რომელსაც ეხლა ჩვენ საუბრობთ, რაღაცა ჩემთვის ძალიან ძნელია ხოლმე, რთულია, იმიტომ რომ ცდილობ თითქოს ადამიანი რომ შენს მიიღო გარკვეულწილად რაღაცა ღმერთთან სისუფთავით, სიწმინდით იდგე, რაც არ გამოგდის, დგეხარა ეგ წირვაზე და მთელი შენი ეს გულის თქმები და ისინი მოდის და ღვთელი განწმენდილი გულით გასუფთავებული შინაგანად რომ მერე რო გამოვა ამბიონზე და აი წირვის მერე რო გამოვალ, ანუ ისეთი დამოკიდებულება, ანუ ყველა უნდა გიყვარდეს, გულმოწყალებას უნდა აფრქვევდე, თამდაბლობას უნდა აფრქვევდე იმას, მაგრამ ხშირად გამოდიხარ იქიდან და ანუ თავიც აღარაფრისა არ აქვს. რატო? იმიტომ რომ მთელი ის მადლი, რომელიც ჭირდება, შენ გჭირდება, რომ იქნებ ოდნავ მაინც შეიცვალო და აღარა გვაქვს იმდენი, რომ სხვას გაუნაწილო. როდესაც შენ ჯერ კიდევ ბრძოლობ, სხვას რანაირად მისცემ ამას. ადამიანი, რომელიც საკუთარ ბრძოლაშია, ხო ძნელია სხვას დაეხმარო, ურთულესია, ძნელი. და ამიტომ აი ჩვენს ეკლესიაშიც თუ ბრძოლობთ კიდე რა უჭირს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხელები გვაქვს ჩამოშვერილი და ვიძახით, რომ რავი რაც არის, ეგ არის, თავარია, ჩვენ ესე ყვებავენ. ამას ეტყვი თუ არ ადამიანებს ძალიან არ უყვართ. სხვადასხვა იმაში, აი საპატრიარქოს ტელევიზიაზეც იქ რომ როდესაც ეხები უკვე ადამიანს, აქ უკვე არ მოწონს ადამიანს. მე ხომ თავარია დრო გამოვნახე, ტაძარში დავდივარ, ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ და ამას როეუნები, აბა დაუკვირდი, მადლი გაქვს. მადლი არის შენს გულში, შენს გონება გძნობს ღვთის მადლის მოქმედებას. აი ეს უკვე არ მოწონს ადამიანს, იმიტომ რომ ხვდება რომ შიშველია ამისგან, ხვდება რას? შეეხე იმ ადგილას, სადაც თვითონაც არ უნდა რომ აღიაროს. და როცა ადამიანს ეხები მაგ ადგილას, ხო, აი უკვე ძალიან უჭირს ადამიანს და რა შვება მე? აბა დაუკვირდით რა შვება ასეთი ადამიანი, როდესაც იმ ადგილებს შეეხები, რომელიც ან გაიქცევა, ტაძრიდან წავა, იმიტომ რომ რას ქვია შენ მასში, ანუ იმ სიღრმეებს შეეხები თუ არ ადამიანს, რომელიც აქვს მტკივნეული და ეტყვი რომ აბა ესე როგორ, აი მაშინ უკვე იწყებს რას?
ან გაგეშორება, ან მეორე იწყებს ლანძღვას, იწყებს რაღაცა მოკლედ შენს დაცინვას, იწყებს რაღაცა შენეს არ ყოფილ ხართ ესე ადამიანს რო ეთქვი რომ იცი რა მე მგონი ეს არ არის სწორ და იწყებს ლანძღვას ოჯახში ან იმაში შენ ვიგითხარ რატო იმიტომ რომ ადამიანს დაანახე ის ანუ იქ ჩახვედი და ის დაინახე ადამიანისა რასაც თვითონაც არ აღიარებს საკუთარ თავთანაც არ აღიარებს იმიტომ რომ შეიძლება ბოროტია გულით შეიძლება შურიანია საშინელი ადამიანი და ჩახვედი და ეუნები რომ მე მგონი ესა შურიანობა არის აი აქ უკვე იწყებს ადამიანი მოკლედ გამოვლენას ჩხუბს და ასე შემდეგ და აი ეს ჭირს დღეს და ღმერთთანაც ასევე არც ღმერთი მოგწონს ჩვენ რო გვეხება იმ ადგილებში იმიტომ რომ ჩვენ რო გვინდოდეს მაშინ განიწმინდებოდა ის ადგილი ღვთის მადლით ღმერთმა ეს გულწრფელობა მოგცეს რაც ფსალმუნში იძახის დავითი გულიწმინდა დაბადოს ხელახლა ღმერთმა და სული წრფელი განგვიახლოს ჩვენს გვამში ამინ გილოცავთ ყველას დღესასწაულს მადლი ყოვლადწმინდისა სულისა იფარავდეს თქვენს გულს გონებას სულიერ ძალებს თქვენს სხეულს და თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს და მთლიანად სამყაროს ამინ გაგახაროთ და დაგლოცოთ ღმერთს